საქართველოს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი იური მეჩითოვის გადაყენებას მოითხოვს. ჯგუფის წევრებმა ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს კულტურის მინისტრს ღია წერილით მიმართეს. წერილში ნათქვამია, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კულტურის მინისტრის მოადგილის გადაყენებას ითხოვენ და მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საჯაროდ ბოდიშის მოხდას ელოდებიან. იური მეჩითოვის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა. კადრებში მეჩითოვი ქართულ ეთნოსებზე საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთში მეგრელებს ქართველებად არ თვლიან. ამ ჩანაწერებში ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში რუსეთის სადღეგრძელო დღეში ორჯერ უნდა დაილიოს. საინიციატივო ჯგუფის მიმართვას ხელს 50 ადამიანზე მეტი აწერს. ამ ეტაპზე ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. განცხადებას კულტურის მინისტრი პასუხობს. გურამ მოდიშარია მომავალი კვირიდან საინიციატივო ჯგუფის წევრებთან კონსულტაციებს დაიწყებს. ეს გახლავთ მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ ივანიშვილის სახელზე, სადაც ჩვენ ვაყალიბებთ ჩვენს მოთხოვნებს, თუ რატო გახდა თქვა აუცილებელი, რომ საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ დატოვოს თქვა აღნიშნული თანამდებობა და გადადგეს და მოიხადოს ამას ერთად საჯაროდ ბოდიში. ჩვენ ამას გვინდა რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიმართოთ დასახმარებლად ბოდიშის მოხდის ნაწილში და მიმართოთ რეაგირებისათვის სამართლებრივი კლაუსულის სრულყოფისათვის ჩვენ ინტერესების აღიარებისათვის ვთქვათ, რომ მოხდეს აღნიშნული პირის თანამდებობები და გადაყენება. იმ კვირას თქვენ იქნებით მომსწრო რამდენიმე მრგვალი მაგიდის, რომელიც არის ძალიან მწვავე პრობლემებზე. მოვიწვევთ თვითონ წერილების ავტორებს Facebook-ზე კი ვნახე მეც 1-2 ისეთი ჩანაწერი, რომელიც შეიძლება მეც არ მესიამოვნა, მაგრამ ეს რამდენად იქნება საფუძველი იმისა, რომ თქვათ ან ბოდიში მოიხადოს, ან განთავისუფლდეს. მე მეორე სიტყვას უფრო ფრთხილად ხმარობ ძალიან და თუ ის საზოგადოება დაკმაყოფილდა ბატონი ივრის ბოდიშით ან ახსნა განმარტებით მის გარშემო, ხო კარგი და ყოველ შემთხვევაში იმ კვირას ვნახოთ.